ეს უნდა მოვამზადოთ ციკასის თესლი დასათესად. ახლა გადმოვიტან ჯამში და დავიწყოთ მომზადება. წყალსაც ვასხამრო, გარედან კანთო შემოვაცლი, თან გავასუფთავო ხოლმე. ესე იგი, როგორც მასწავლეს, დაახლოებით 3-დან 5 დღემდე უნდა ჩავალბოთ წყალში. თბილი წყალი და დავასხათ, ოღონდ ცხელი არა, თბილი. გავაჩეროთ 3-დან 5 დღემდე, ახლა დღეს მე-4 დღეა ჩვენთან. უფრო სწორად სრული 4 დღე გახდება, რამდენიმე საათში საღამოხანს ჩავალბე და დღეს გახდება სრული 4 დღე. ხერქი ნახეთ, ეს დავალბება. აქ რაღაცა მოიჭმუჭნება კანი და მიხვდებიო, რომ უკვე ეს არისო, რა ქვია, გასაცლელი აქვს კანიო. ეხლა ამას აქ გავრეცხავ ხოლმე, თან მინდა რომ კარგად გავაპრიალო, გავასუფთავებ და დანარჩენ პროცესსაც ნელ-ნელა თქვენთან ერთად გადავიღებ. ოღონდ პირველად ვაკეთებ. არ ვიცი რამდენად გამოვა, მე როგორც მასწავლეს იმის მიხედვით ვაკეთებ. ვფიქრობდი რომ ამ ვიდეოს 6 თვის მერე როცა ამოვა სცენარი მერე დავდებ თქო მართლა გამართლებს თუ არა მეთქი, მაგრამ იანვრის ბოლომდეა დათესვის ვადა და თუ ვინმე მარიცის წესი როგორი თესება ზუსტად არც მე არ ვიცი ნამდვილად სწორად ვაკეთებ თუ არა, მაგრამ სულ არცოდნას მაინც ხო ჯობია ის რაც თქვათ მე ინფორმაცია მოვიძია და ვინც მაჩუქა მანაც მასწავლა რომ მე ასე ვაკეთებ და მაგის მიხედვით ვაკეთებ. დაზიანებიც არ შეგეშიდეთ, კურკის ძალიან სქელი გარსი აქვს და არ ვერაფერს ვერ დაუშავებთ. მანამ პატარას წინავს დამხმარე რაზმი მოვიდა თავისი სურვილით და ნებით და მოგეხმარო, მაგრამ მაგაში ხელს ვერ ჩავყოფო და აქ უნდა ამოულაგო. ნახე ახლა როგორ უნდა გააკეთო. ამას ნახე, კანს შემოაცლი, ასე ნახე შინკენარი კურკა. ნახე? კურკა უნდა დატოვა. ხო, კურკა უნდა დატოვა და ეს კანები უნდა გადაყარო. ოღონდ ის არ დაყარო, მაგერ დაყარი, კაი და მე თვითონ გადავყრი. ხელთათმანები უნდა ჩავიცვა. ხელთათმანები უნდა ჩაიცვა? კაი, ახლა ვერ მოგცი, მოიცა. ხო, და ამას რა ქვია? ამას ქვია ციკასის პალმა. ხო. ეხლა ხელთათმანები ჩაიცვამს და ჩემი ყოჩაღი ბიჭის მოვა. მინდანა და მე ამით გავაკეთებ. პოი. აბა წავიდა მუშაობა. თხილად ხელი არ გაიჭრა, კაი? კი. უყურე, ასე დაიჭირე და ასე ნახე როგორც კარტოფილს ვთლით. ხო. ძალიან კარგად თუ ვერ გაასუფთავებ, არა უშავს, მე კიდე წყალი უნდა დაესხას. ნახე, აქ როგორებია და ეგრე ქენი. შეიძლება არ გამომივიდეს კარგად. ეგ არაფერი, როგორც გამოგივა, გამოგივა. მაინც ხო ჩემი დახმარების სურვილი რო გქონდა, ეგეც კარგია. კარგად ვაკეთებ. ახლა შენ მოუყევი ხალხს, გიყვარს თუ არა ყვავილები და შენ ეზოში ბევრი ყვავილებია თუ არა, რომელი ყვავილი მოგწონს ყველაზე მეტად? მე მიყვარს ყვავილები. ყველაზე მეტად რომელი ყვავილი მოგწონს ჩვენი ეზოდან? ვარდი, იმიტომ რომ ყვავილების მეფეა, თუ დედოფალი. დედოფალი. გადათ ყველა ვიტრახები. მოგწონს ბევრი ყვავილები როგორ ხოლმე ეზოში? კი. ზაფხული გიყვარს? კი. შენ სტაფილო რო დათესე, ეგეც მოყევი ბარემ, აბა როგორ დათესე და როგორი მოსავალი მიიღე? ხლა როგორ დავთესე ისა სტაფილო? როგორ დათესე? როგორ და ჯერ ავიღეთ რაღაცა კალათი, ყვავილების კალათი, რაღაცა პარკი ჩავდეთ, შეგედით და მე დავაყარეთ, წყალი დავასხეთ და მე ცოტა ხანში გაზარდა პატარები. შენ ვერ წავდი ხოლმე ხშირად და მაგიტომ მიიღე კარგი მოსავალი და შენ ჭამდი ხოლმე მე იმ სტაფილოებს? კი. წევს რა უნდა ქნა? აპირებ დათესვა სტაფილოსას? კი. შენ და მელისა. უნდა შეეჯიბროთ ერთმანეთს ვისი უფრო კარგი ამოვა? კი. აბა მე რა გითხარი შენ რა შემთხვევაში მოვა შენი სტაფილო უფრო კარგი და როგორ უნდა მოიყვანო უფრო კარგად მოსავალი თქო, რა უნდა ქნაო? წყალი უნდა დაასხა და მზეზე დატოვო. ხო, და ხშირად უნდა მორწყა ხოლმე როცა დრო იქნება, ხო? აბა ვნახოთ ერთი წელს როგორი მოსავალი გვექნება. ახლა მანამი ამათ ვასუფთავებ, მაგრამ კი ჩემი სანდრო დაითვლის რამდენი ცალი გვაქვს უკვე გამზადებული. დაიწყე. 1 2 3 4
ცალი გვაქვს უკვე გამზადებული. ამასობაში შემოგვაღავდა არადა იმდენი რაღაც ვიდეოს გადაღება მინდოდა, მაგრამ ეგ არაფერი. დები კიდევ წინ არის. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ სათბურში ვართ და თქვენ მაინც მარტისთვის უნდა დაიწყოთ რაღაცების დათესვა და გადარგვები, მაინც დროში მოგისწრებთ რაღაცების სწავლებას. ხარისთვის მინდოდა დღეისთვის მინდოდა ვფუძოთ, მაგრამ ხარისთვის გადავდებ მიმულუსის დაკალმება, დაფესვიანება, დათესვის ვიდეოს. ეხლა ესეთი გვიანია რომ მარც გამოჩნდება რომ გაჩვენოთ. თან ეს თუ არ მურჩი არ გამოვა ისე გამიფუჭდება ამდენი ნაშრომი და ნაწვალები და დღეს ციკას დაუთმობთ დღეს ახლა ესენი კარგი სუფთა არ არის ესენი და ჩავყარო ისე წყალში დაახლოებით 1 საათი უნდა დავაყოვნო და მე როგორ კარგად გაპრიალდება გაჩვენებთ და თან ამასობაში პატარაც გაიგუძებს და ამიტომ სხვა ვიდეოები გადავდოთ ხვალ მიმულოს ჩაგიწერთ და თუ კიდევ ვინმეს რაიმეს ინტერესი გაქვთ დამიწერეთ კომენტარებში და მაგასაც გასწავლეთ პეტუნიაზე მითხრეს და ეგ YouTube-ზეც მიდევს და Facebook-ზეც მიდევს დათესვის ვიდეო რამდენჯერმე მაქვს ჩაწერილი. თუ გამონახეთ რომ კიდე ჩაგიწერთ, მაგრამ მოძებნეთ მათ ვიდეოებში და იქნება აუცილებლად. სხვა რამე თუ გაინტერესებთ, ახლა რა თქმა უნდა მე თუ მაქვს, გასწავლეთ დათესვასაც, გადარგვასაც და რა ვიცი, ყველაფერს რაც მაგასთან იქნება დაკავშირებული. დროებით. ძალიან შემომაღამდა და ჯერ კიდევ ნახევარიც არ გამიკეთებია. ამას ახლა კანს შემოვაცლი, ასე წყალში დავტოვებ. ღამე რომ უფრო უკეთესად შემოვაცალო გარედან გარსი. ნახეთ, კარგად არ ჩანს ახლა მაგ კამერაში. არ ვიცი მნიშვნელობა აქვს თუ არა. კარგად ექნება შემოცლილი თუ ასე დატოვებ და შემოაშრება, მაგრამ მაინც მირჩენია რომ კარგად გავაპრიალო და ისე დავთესო. თან ვერც მოვასწრებ დღეს, ბარემ შევასრულებ 5 დღესაც და ხვალ დილით დავრგავ და პროცესსაც გაჩვენებთ რა თქმა უნდა. დაგემშვიდობებით და ხვალიდან შემოგიერთდებით ისევ და მეორე ნაწილს ხვალ დავდებ.